გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით, თუმცა ამჟამად საფეხბურთო სიახლეებით შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი რუბრიკა თამაშს გარეთ ჩვენს პარტნიორ Coca-Cola-სთან ერთად წყალი მთის, მათთან ერთად რა თქმა უნდა ჩვენ საუბრობთ თამაშს გარეთ არსებულ ტენდენციაზე, დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე, დღევანდელ დღეს მithumetes ამ დღეების განმავლობაში უკვე საუბრობს ყველა, განვიხილავთ თამაშების ანგარიშებს, მიმდინარეობას, შედეგებს და ასე შემდეგ, თუმცა მაინც ჩვენ ამ კუთხით ანგარიშების გარეშე რა თქმა უნდა საუბრობთ თამაშს გარეთ არსებულ ვითარებაზე, მოედნის მიღმა არსებულ ვითარებაზე და გაგაცნობთ ამ კუთხით საფეხბურთო სიახლეებს, რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ განვითარებულ ტენდენციაზე, მათ შორის მოვიხილავთ Financial Times-ის ძალიან საინტერესო ანალიზს, როგორც ბილეთებთან დაკავშირებით, ისე ზოგადად შემოსავლებთან დაკავშირებით, ორი ძალიან საინტერესო ანალიზის შემოგთავაზა ამ კუთხით Financial Times-მა. ცხადია, შევეხებით გლობალურ სიახლეებს, ისევე როგორც წარმოვადგენთ ერთი გუნდის ფინანსურ ისტორიას, მიმოხილვას ერთი გუნდის ჭილში, ამ კუთხითაც მე ვფიქრობ საინტერესო ესეთი ტრადიციული გუნდი ყავს შერჩეული, თუმცა პირველ რიგში უნდა დავიწყოთ სწორედ ადგილობრივი სიახლეები და ბოლო უმნიშვნელოვანესი სიახლით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან 8 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა გაიმართა, ღონისძიება სასტუმრო პარაგრაფ თაბორმა უმასპინძლა ყრილობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტის წარმომადგენლები, ფეხბურთის ფედერაციის წევრი ორგანიზაციის დელეგატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ FIFA-ს წევრი ასოციაციების მართვის სერვისების მენეჯერი, UEFA-ს ეროვნული ასოციაციების განყოფილების მრჩეველი და საქართველოს სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, კლუბის ფარგლებში დელეგატებმა საკმაოდ ვრცელი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, ხადია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი წარდგა მოხსენებით, ბატონი ლევან კობიაშვილი, რომელმაც წარადგინა გასული წლის საქმიანობის ანგარიში. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ისაუბრა ვრცლად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე. უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის მოხსენების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა FIFA-ს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის 2029 წლის მასპინძლობის უფლების მოპოვებაზე, რომელსაც საქართველოს და სომხეთი ერთობლივად უმასპინძლებენ. ლევან კობიაშვილმა შეაჯამა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ასპარეზობა, ისაუბრა საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეორედ გასვლაზე და ბათუმში გამართული ქვიშის ფეხბურთის ევროპა ლიგაის დივიზიონის ტურნირის მასპინძლობაზე, რომელსაც მოგეხსენება Beach Soccer Worldwide-მა 2025 წლის საუკეთესო ღონისძიებად დაასახელა. მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო FIFA და UEFA-ს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს, დელეგატებს ინფორმაცია მიეწოდათ FIFA-ს ტალანტების განვითარების პროგრამის საქართველოში ამოქმედების, ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარების, FIFA არენას პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული მოედნების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი ავაზას გახსნა და რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ინიციატივების შესახებ. პრობაზას ასევე შეჯამდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, აღინიშნა UEFA-ს აკადემიასთან თანამშრომლობით ჩატარებული პროგრამები, მწვრთნელთა განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მცირეთა განვითარების პროგრამებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და რა თქმა უნდა ლევან კობიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესზე და აღინიშნა, რომ UEFA Growth პროგრამის ჩართულობით მიმდინარეობს 2027-2031 წლების სტრატეგიის მომზადება და ახალი სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას საკლუბო ფეხბურთსა და ეროვნული ჩემპიონატის განვითარება წარმოადგენს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ პრეზიდენტის კომენტარი ასევე ამ თემაზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 36 რიგით ყრილობა ჩატარდა, დღის წესრიგი რამოდენიმე საკითხი იყო და მნიშვნელოვანია ყოველთვის ეს ღონისძიება, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რაც გასულ ერთ წელს ანუ ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა, რას ვაპირებთ, რა გეგმები გვაქვს, თუ რა ღონისძიებები ჩავატარეთ. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, იმ სპორტულ წარმატებასთან ვისაუბრე 21 წლამდელების ევროპის ჩემპიონატი, მათ შორის ფუტზალის ევროპის ჩემპიონატი
და ასევე ის სიახლე, რომელიც რამოდენიმე კვირის წინ, როგორც იცით, უკვე ოფიციალურად FIFA-მ თავის ყრილობაზე დაადასტურა, როდესაც ჩვენ მეზობლებთან, მეგობრებთან, სასოფლოთან ერთად 2029-ში 20-მდე მსოფლიო ჩემპიონატს ჩავატარებთ. ეს არის ძალიან დიდი მოვლენა, არა მარტო საორგანიზაციო კუთხით, არამედ სპორტული კუთხითაც, ვინაიდან ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ვისაც ექნება პატივი რომ მიიღონ მონაწილეობა, ეს იქნება უდიდესი გამოცდილება. It was a very successful ordinary congress. I think was always the occasion for every members associations to look back of what has been achieved, the next challenges and how to shape the future. And I think the work done by the federation is impressive. Also, yes, mentioning about the ability of hosting major international events. So after a fantastic Euro under 21 in 2023 here, Georgia will have the privilege and for sure will be a fantastic moment for the country to host the FIFA under 20 World Cup in 2029 with Armenia. We are very happy to hear about the great results of Georgian Football Federation during last years, which is proved also by the results of the national teams. But the results of national teams don't come automatically. They are result of the really hard work and building systematic work in all areas of Georgian football. And we are very happy that football is developing rapidly in your country. And we wish you all the best and good luck also to other years to come. დიახ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება ძალიან გამჭვირვალედ, ღიად და აქცენტირებულად წარდგენა წლიური ანგარიშის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის, რაც თავარია იყო ძალიან ბევრ ასპექტზე საუბარი, ძალიან ბევრ მიმართულებაზე საუბარი იმ პროექტებზე, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს ფეხბურთის განვითარებისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის, მათ შორის საუბარი შეეხებოდა ასევე ფასობრივი ფეხბურთის საკითხს, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია და წლიდან წლამდე ზოგადად ფეხბურთში ჩართულობა კიდევ და კიდევ უფრო მეტად იზრდება. ცხადია მნიშვნელოვანია FIFA-სთან, UEFA-სთან თანამშრომლობა, ჩვენ ყოველთვის ხაზს უსვამთ FIFA-ს და UEFA-ს როლს ფეხბურთის განვითარების საკითხში და რა თქმა უნდა, როცა საუბარია UEFA-ს ნაწილზე, ამ კუთხით UEFA Growth პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია სწორედ სტრატეგიული განვითარების ჭრილში. ანუ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ისაუბრა არა მხოლოდ ამ საკითხებზე, არამედ სწორედ სტრატეგიული განვითარების მიმართულებაზე და მანამდე სწორედ რამოდენიმე დღით ადრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სტრატეგიული განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობის მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, გააგრძელა მუშაობა შეიძლება ასე ვთქვათ ამ კუთხით. UEFA Growth პროგრამის ჩართულობით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა და UEFA-ს ექსპერტებმა კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლეს ორდღიანი ვორქშოპის პირველი დღე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტთან და საბამის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან სამუშაო სესიებს დაეთმო, სადაც მონაწილეებმა ფეხბურთის განვითარების ძირითადი გამოწვევები და პრიორიტეტები განიხილეს. მეორე დღეს კი პროცესში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სამუშაო შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საკითხებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მიმდინარე წლის მარტში გამართული ორდღიანი ვორქშოპის ფარგლებში იყო განხილული. სხვა შორის მიმდინარე წლის მარტში გამართული ვორქშოპის შესახებ ჩვენ ასევე ვცლად გქონდა საუბარი ჩვენს რუბრიკაში თამაშს გარეთ სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა შეაჯამეს მიღებული ინფორმაცია, განიხილეს არსებული მდგომარეობა, ანალიზის შედეგები ჯამში და იმსჯელეს იმ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებიც 2027-2031 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში უნდა აისახოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო სტრატეგიული განვითარების გეგმა 2022 წელს წარადგინა UEFA-სთან თანამშრომლობით შექმნილი დოკუმენტი 5 წლიან ციკლს მოიცავდა სტრატეგიული გეგმარების პროცესი, რამოდენიმე თვე გაგრძელდა და ჯამში დაფარა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება სტრატეგიული განვითარების გეგმას მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ შეგვიძლია ამ ნაწილში მოვისმინოთ შეფასებები.
ყველა ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაც ხედვა ქონდეს, სტრატეგია გააშწრეს და შესაბამისად სწორი მიმართულებით ახორციელებდეს ორგანიზაციის მუშაობას. რა თქმა უნდა, ჩვენი წინა სტრატეგია ძალიან წარმატებული იყო, შესაბამისად დღეს უკვე მუშაობთ, დღეს და ხვალ ეს დღეები გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მომდევნო სტრატეგია ჩვენი ორგანიზაციის, რომელიც 2026 და 30 ფარგლებს მოიცავს, ასევე წარმატებით განვახორციელოთ. სულ რამოდენიმე თვის წინ დავიწყეთ ჩვენ ამაზე მუშაობა, უკვე მეორე ესეთი შეხვედრა არის workshop-ი UEFA-ს Growth ფარგლებში. არიან ჩვენი უცხოელი კოლეგები და მეგობრები ჩამოსული, ვისთანაც ერთად ვახორციელებთ და ვგეგმავთ მოვრიგ ჩვენ სტრატეგიულ მიმართულებას. ასე რომ მიდის პროცესი საკმაოდ საინტერესო, საკმაოდ მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ისე განხორციელდება და ისე დაიგეგმება და ისე წარმატებით შესრულდება, როგორც ვისურვებდით ჩვენ, როგორც ვისურვებს ქართველი გულშემატკივარი, ქართული ფეხბურთის და განსაკუთრებით კლუბები და მათი გულშემატკივრები, ვინაიდან ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად ამ ფეხბურთისთვის და მე იმედი მაქვს, რომ კლუბებიც გაცილებით სერიოზულობით, გაცილებით მონდომებით და ისევ და ისევ მათთვის სასარგებლოდ გამოიყენებენ ამ სემინარებს, ამ შეხვედრებს და შესაბამისად წარმატებით იმუშავებენ. Yeah, so we had our first strategy workshop with the GFF team, and then we also had workshop with the clubs in, I believe, March. So we're a couple of months down the line. What we've done is we've taken a huge volume of information from those discussions with the core team and with the clubs, and we're trying to map that information onto initial work that we did on context. So we're very, very lucky at UEFA to have lots of information, obviously, right across our national associations to be able to build context, to understand benchmarking. So we've used that information with some desk research to map against what the GFF team and the clubs consider priorities. For this series of workshops, it's about continuing that conversation, about developing the strategy further. Obviously, we've been working independently in between those workshops. And then there's a very intense period which comes up now with further analysis and development of the objectives. I think we're in a very fortunate position because we were able to create a fantastic strategy in the last cycle, and many of the people that we're working with now have the experience of going through that process. So we're moving, very well in the right direction, but lots of hard work to go. დიახ, სტრატეგიული განვითარების გეგმა კვლავ ამ კუთხით UEFA-ს ჩართულობა, UEFA Growth ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. UEFA ძალიან თითქოს ეხმარება წევრ ფედერაციებს, ეროვნულ ფედერაციებს ამ კუთხით განვითარების წილში, მაგრამ რა თქმა უნდა, მომდევნობა საჭირო ადგილობრივ დონეზე და ამას ვხედავთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შემთხვევაში, აი ამ განსაკუთრებულ აქტივობას, განსაკუთრებულ ჩართულობას და საკლუბო ნაწილი ვახსენე, ძალიან მნიშვნელოვანია საკლუბო ფეხბურთის განვითარება ამ კუთხით და ფედერაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველანაირად უწყობს ხელს ქართულ კლუბებს განვითარების წილში, აძლევს მათ შესაძლებლობას მიიღონ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, ცოდნა, გამოსვლება პირველ წყაროსგან ამ შემთხვევაში UEFA-ს საუკეთესო პრაქტიკებიდან, რათა მათი საქმიანობა, აქტივობა და შედეგები შესაბამისი იყოს. მე დარწმუნებული ვარ, კლუბები ამ კუთხით უმრავლეს შემთხვევაში სწორად გამოიყენებენ სწორედ ამ მიღებულ ცოდნას და მართლაც საუკეთესო გამოსვლებას, რომელიც UEFA-ს მხრიდან ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით არის შემოთავაზებული და გადავიდეთ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ ვისაუბრებთ ამჯერად რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი და საკითხი, რომელიც მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისა, კვლავ არ წყდება სხვადასხვა ტიპის სპეკულაცია ბილეთებთან დაკავშირებით. სწორედ Financial Times აქვს საინტერესო მიმოხილვა ამ ჭრილში და ითვლება, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის შემთხვევაშიც რეალურად აღინიშნოს, რომ კვლავ არის პრობლემები გადამყიდველებთან დაკავშირებული. ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე 180,000 ბილეთი იყო ხელმისაწვდომი და ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ გადაყიდვის პლატფორმებზე იყო ძირითადად სრული აი ეს რაოდენობა 180,000 წარმოდგენილი, რაც გადაყიდვის პლატფორმებისთვის საკმაოდ ისეთი შემოსავლიანი, მაგრამ მეორე სხვა ოფიციალური გაყიდვების პორტალების შემთხვევაში ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. Financial Times-ის
ანალიზით გადამყიდველებისათვის ოფიციალურ პორტალებზე ბილეთის საშუალო ფასი ბოლო 1 თვის განმავლობაში 20%-ით შემცირდა ტრანზაქციების ნაწილში როგორც აღნიშნა და დათვალა Financial Times-მა ამ კუთხით და პირდაპირ ანალიზია შემოთავაზებული რომ 26%-იანი საკომისიო იყო გადამყიდველებისთვის და გადაყიდვების უმეტესობა შეიძლება ჯამში ანუ ოფიციალურ გადაყიდვებზე გულისხმობთ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ოფიციალურ გადაყიდვებზე და არა სხვა შეიძლება დასრულდეს მნიშვნელოვანი ზარალით ანუ ამ 26%-იანი საკომისიოს გათვალისწინებით შეიძლება ითქვას რომ ამ კუთხით ჯერ კიდევ საკმაოდ ისეთი აქტივობა მიმდინარეობს FIFA-ს პორტალებიდან შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა აღინიშნოს რომ ასევე ირანის მონაწილეობით თამაშებზე დაახლოებით სულ ბოლო მონაცემებით არ იყო გაყიდული 10,000-ზე მეტი ბილეთი და ჯამში ბაზარზე ყველაზე იაფი სტანდარტული ადგილების ფასი იყო $128. ბუნებრივია ამ შემთხვევაში ტურნირის მთავარი მასპინძელი შეერთებული შტატები საკმაოდ სერიოზულად ებრძოდა და ებრძვის ბილეთების გადაცვლას, რადგან ამ შემთხვევაში ცხადია დანაკარგებთან გვაქვს საქმე, ხელახალი გადაყიდვის პრობლემა არის ძალიან სერიოზული, რომელიც გამოიკვეთა ამ ნაწილში, მაგრამ ჯამში ის, რასაც FIFA ყველაზე მეტად ფიქრობს და რისკის ქვეშ მიიჩნევს, არის ცარიელი ადგილები ტრიბუნებზე, ვინაიდან გლობალური ფეხბურთის მმართველობით ორგანომ ჯამში გადაწყვიტა, რომ საკმაოდ სოლიდური ფასი დაეწესებინა ამ კუთხით, ვიდრე წინა მსოფლიო ჩემპიონატებზე, რაც ბუნებრივია რამაც გარკვეული ტიპის რისკის შექმნა, ვინაიდან Financial Times-ის ანალიზის მიხედვით ბილეთების მაღალმა საწყისმა ფასებმა და ცვალებადი ფასების გამოყენებამ გარკვეულწილად შეამცირა გულშემატკივრების ამ კუთხით ჩართულობა და მათ შორის საკმაოდ ისეთი მწვავე კრიტიკა გამოიწვია ადგილობრივ პოლიტიკოსებში, ამის შესახებ ჩვენ ვსაუბრობთ სხვათა შორის პოლიტიკოსების შეფასებებზე ამ კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ საინტერესოა, რომ ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის გენერალურ პროკურატურამ ასევე ბილეთების წარმოუდგენლად მაღალ ფასებთან დაკავშირებით დაიწყო ასევე გამოძიება ამ კუთხით. ზოგადად გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯამში აი მიმდინარე პერიოდში გუნდების თვალყურის დევნების ღირებულება 5-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე თუნდაც ეს იყოს 4 წლის წინ, ვინაიდან საუბარია, რომ რაღაც პრემიუმ ადგილებისთვის ეს არის $8,680 დაახლოებით. უნდა აღინიშნოს, რომ FIFA მანამდე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბილეთებზე მაღალი მოთხოვნა განსაკუთრებულად ასე ვთქვათ შეაქო და იანვარში იყო ჯერ კიდევ ეს განცხადება, რომ ბილეთების საიტმა 500 მილიონზე მეტი დაჯავშნის მოთხოვნა მიიღო. ორგანიზაცია რეალურად რომელიც ციურიხშია დაფუძნებული და არაკომერციულია განაცხადა, რომ ტურნირის დროს ბილეთებს სტუმართ მოყვარულობისას გაყიდვებიდან 3 მილიარდზე მეტს ელოდებოდა, რაც რეალურად 3-ჯერ მეტი ანუ ყოველსავალ შემოსავლებზე ვსაუბრობ ჩვენ, რაც 3-ჯერ მეტია, ვიდრე 2022 წლის ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული შედეგები და თქვათ აი ამ კუთხით დაფიქსირებული მაჩვენებლები. ეს არის ამ ნაწილზე არსებული ვითარება, ამ ნაწილზე არსებული მიმოხილვა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მოკლედ კიდევ ერთხელ არ წყდება, ასე ვთქვათ, დისკუსია ამ ჭრილში ბილეთების ფასებთან დაკავშირებით, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროსაც კი და მინდა ფაქტურად დარწმუნებით თქვა, რომ ეს დისკუსია დარწმუნებული ვარ, არც შეწყდება და არც მინელდება შემდგომი პერიოდების განმავლობაშიც, ვინაიდან ცხადია ყოველთვის აქტუალური იქნება საკუთრივ ტიპის თამაშებზე დასწრების მაჩვენებლები და Financial Times-ის კიდევ ერთი ანალიზი, რომელიც შეეხებოდა ქვეყნების შემოსავლებს მსოფლიო ჩემპიონატიდან, მათ შორის შეერთებული შტატების შემოსავლების ნაწილს მსოფლიო ჩემპიონატებიდან, მსოფლიო ჩემპიონატის ჭრილში, უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლები დათვლილია ძალიან ბევრი მიმართულებით, Goldman Sachs, Barclays, Deutsche Bank-ის სხვა შეფასებებია ამ ჭრილში და საერთო ვარაუდით, განსაკუთრებით Deutsche Bank-ის ანალიტიკური შეფასებების ჭრილში აღნიშნულია, რომ 2026 წლის თამაშებს და აკუმულირებულ შემოსავლებს ფინანსურ პროდუქტზე შეზღუდული გავლენა ექნებათ
ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ თავად FIFA-ს შეფასებით თასი, შეერთებული მსოფლიო თასი, შეერთებული შტატების თლიანშეთა პროდუქციის 7.2 მილიარდ დოლარამდე წვლილს შეიტანს, თუმცა ბუნებრივია ამ კუთხით ბევრი ტიპის ეჭვია არის გამოთქმული, უნდა აღინიშნოს, რომ გრძელვადიანი პერსპექტივით 20-26 წლის თამაშებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული ინვესტიციები რეალურად არის უფრო მცირე მასშტაბის, ვიდრე ის ფართო მასშტაბიანი ინფრასტრუქტურული მშენებლობა, რომელიც ზოგიერთმა მასპინძელმა ქვეყანამ განახორციელა სწორედ მდგრადი ეკონომიკური ზემოქმედების ხელშესაწყობად. Goldman-ს შეფასება ამ კუთხით აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მნიშვნელოვანი კომერციული ღონისძიებაა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასპინძელ ქვეყნებზე ექნება მაღალი მაკროეკონომიკური გავლენა ან ხანგრძლივი ეფექტი. აღნიშნულია, რომ ეკონომიკური სარგებლობის მხოლოდ ნაწილს მიიღებს მასპინძელი ქვეყანა, ხარჯების ნაწილი შეიძლება უბრალოდ სხვადასხვა აქტივობებიდან გადამისამართეს და ამ კუთხით შესაძლებელია ბევრი მიმართულებით დიფერენცირდეს. ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გადაფარავს სხვა ტიპის ხარჯებს, მაგალითად როგორც ეს რეგულარული ტურისტები თავს არიდებენ მასპინძელ ქვეყნებს მოსალოდნელი საცობების და ფასების გამო. Barclays-ის შეფასებით აღნიშნულია, რომ მათი ეკონომიკური გუნდი, ან Barclays-ის ეკონომიკური გუნდი აღნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატს შეუძლია მცირე დოზებით და მოუტანოს შეერთებული შტატების თლიანშეთა პროდუქტს, მაქსიმუმ ამ შემთხვევაში საუბარია 0.2%-ის ზაფხულის განმავლობაში. მაგრამ ჯამში აღნიშნულია, რომ მცირე მდგრადი მაკროეკონომიკური კვალი შეიძლება დატოვოს, მხოლოდ აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ FIFA-ს პროგნოზით ეს არის 17.2 მილიარდი დოლარი ამ ჭრილში. ჯამში აღნიშნულია, რომ ღონისძიებებზე მოთხოვნა როგორც ჩანს ჯერჯერობით მოლოდინებზე დაბალია, ასევე ამ კუთხით აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სპორტული და კულტურული ღონისძიებების დროს აქტივობების და მათ შორის დასაქმების გენერების ძირითადი მთავარი არხი არის ინფრასტრუქტურული მშენებლობა, ობიექტები და ტრანსპორტი. შეერთებულ შტატებს უნიკალური პოზიცია უკავია ამ კუთხით, რომ მას უკვე აქვს ინფრასტრუქტურა, საბამისად შეერთებულ შტატებს უფრო ნაკლებს ხარჯავს ამ კუთხით ინფრასტრუქტურაზე და საბამისად ეს დასაქმების ნებისმიერ სავარაუდო ზრდას, ლოკალიზებულს, ხანმოკლეს და სერვისებზე კონცენტრირებულს ხდის, ანუ გრძელვადიანი ეფექტი აქაც არ არის ამ კუთხით მოსალოდნელი. და Deutsche Bank-ის შეფასება აქვე, მიუხედავად იმისა, რომ 20-26 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შეერთებული შტატების ტურისტული აქტივობის გარკვეულ ზრდას გამოიწვევს, ვარაუდობს Deutsche Bank-ი, რომ ეს შეიძლება FIFA-ს მიერ პროგნოზირებული სტიმული არ იყოს მოგზაურობის ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის კომპანიებისთვის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებლები მთელი დისკრეციული ხარჯები და საერთაშორისო ტურიზმის შესუსტება უკვე იწყებს სექტორზე გავლენას მსოფლიო ჩემპიონატამდეც კი. ანუ რამოდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ კუთხით გამოყოფილი. პირველ რიგში აღნიშნულია მთავარი აი ამ უმნიშვნელოვანეს შეფასებებზე, რომელიც Financial Times-მა წარმოგვიდგინა. პირველი ანალიზია რეალურად ამ კუთხით, რეალურად პირველი ანალიზია, რომელიც საუბრობს სწორედ ეკონომიკურ ეფექტებზე შეერთებული შტატების ეკონომიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულია FIFA-ს აი ეს გრანდიოზული 7.2 მილიარდიანი შემოსავლის მიღება შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის, აქვე ესეთი მსხვილესი შეფასებებით აქ საუბარი არის რეალურად იმაზე, რომ შეერთებულ შტატებს უკვე აქვს ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც სხვა მასპინძელი ქვეყნები ყოველთვის ხარჯავენ და ახორციელებენ ამ ინვესტიციებს, ამ შეერთებულ შტატებს უკვე ეს აქვს და შესაბამისად ეფექტი ამ კუთხით როგორც დასაქმებაზე, ისე ჯამში ინფრასტრუქტურული პროექტების გავლენაზე და ჯამში თლიანშეთა პროდუქტის შესახვაზე არის შედარებით უფრო დაბალი და ასევე მოკლევადიან შედეგებზე აქცენტირებული. ეს არის ის რეალობა, რომელიც ამ კუთხით ყველაზე შეიძლება ითქვას, რომ სოფლიოში ყველაზე უფრო სანდო და ძალიან ისეთ ძლიერ ორგანიზაციებს აქვთ დათვლილი ამ კუთხით, ეს რაც შეეხებოდა ამ ნაწილს, თუმცა რა თქმა უნდა FIFA ტრადიციულად განაგრძობს შემოსავლების თვლას, შემოსავლების აკუმულირებას ამ კუთხით და ამ მიმართულებით სხვადასხვა ტიპის აქცენტებს საკლუბო ფეხბურთს შორის. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ გრაფიკა, FIFA-ს ახალი გრაფიკა შემოთავაზებული ამ კუთხით, რომელიც ძალიან მარტივად ვთქვათ, აღნიშნავს, რომ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის სარგებლის განაწილების პროგრამის ფარგლებში საკლუბო ფეხბურთისთვის 300
$55 მილიონი დოლარი დაუბრუნდება კლუბებს, ანუ ამ შემთხვევაში ზუსტად რომ გავიაზრდო ყურადღება მივაქციოთ ამ ნაწილს, აქცენტი გაკეთებულია იმ კლუბებზე, რომელთა ფეხბურთელებიც მონაწილეობენ მსოფლიო ჩემპიონატზე და ამ კუთხით არის საშუალება, რომ ამ შემთხვევაში ამ კლუბებისთვის ფეხბურთელების მონაწილეობის და მიხედვით იქნას გამოყოფილი ეს თანხა. ერთ-ერთი ბოლო სიახლეა ამ კუთხით ამ ნაწილში. უნდა აღინიშნოს, რომ წინა ჩემპიონატებთან შედარებით ასევე FIFA აღნიშნავს, რომ 2026 წლის მსოფლიო თასზე უპრეცედენტოდ მაღალ ფინანსური გავლენა შეუძლია მოახდინოს გლობალურ დონეზე კლუბების ჭრილში და ასევე აღნიშნულია, რომ უპრეცედენტოდ ბევრი კლუბია ჩართული, ვინაიდან ბევრი კლუბის ფეხბურთელი მონაწილეობს შესაბამისად და ამ კუთხით მაქსიმალურად აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია ჯილდოების სამართლიანი გადანაწილების მიმართულება, ვინაიდან ეს საკმაოდ სოლიდური თანხა მნიშვნელოვანია, რომ კლუბებზე სამართლიანად გადანაწილდეს. ასევე აღნიშნულია, რომ $5 მილიონი შეინახება რეზერვში, რომელიც იქნება დაკავშირებული მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით და აქ შემოთავაზებულია FIFA-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს შეფასება, რომელიც აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ათასობით კლუბი ყოველდღიურად ხელს უწყობს იმ მოთამაშეების განვითარებას, რომელიც ოცნებობენ თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლობაზე FIFA-ს მსოფლიო თასზე და სწორედ აი ეს შესაძლებლობა ახლა აქ წარმოდგენილი და ამ კლუბებმა უნდა მიიღონ, ასე ვთქვათ, გარკვეული ტიპის კომპენსაცია მისი პოზიტიური გაგებით და ჯანი ინფანტინო მადლობას უხდით FIFA-ს საბჭოს და ევროპის საფეხბურთო კლუბებს ხარდაჭერისათვის, რათა ეს პროგრამა, ეს უმნიშვნელოვანესი პროგრამა იქნეს რეალობად და როგორც ჩანს, ეს არის სრული რეალობა. ამ ჭრილში კლუბების უფლებამოსილება განსაზღვრება მოთამაშეთა რეგისტრაციის საფუძველზე და მათი ცხადია თავისუფლების დროს და FIFA-ს შესაბამისი დებულებით. კიდევ ერთხელ $350 მილიონი დოლარი, რომელიც ამ კუთხით დაუბრუნდებათ კლუბებს, ანუ ისინი მიიღებენ ამ თანხას, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია საკლუბო ფეხბურთის განვითარების კუთხით და ამავდროულად კლუბებს აქვს სტიმული, ბევრი კუთხით სტიმული და ეს კუთხეც ამ ნაწილს აძლიერებს, რომ მათ ბუნებრივია შეძლონ და კიდევ უფრო მეტად ეცადონ ესეთი ძლიერი ფეხბურთელის გაზრდას, ამ ძლიერი ფეხბურთელი კლუბისთვის ნიშნავს, რომ ის არის ასევე ბევრი კუთხით შემოსავლის მომტანი, ეს რაც შეეხებოდა უკაცრავად მსოფლიო ჩემპიონატს და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს და რა თქმა უნდა ჩვენი რუბრიკა, რომელიც შეეხება ამ კუთხით უკვე ერთი კლუბის ფინანსურ ისტორიას და ფინანსურ მიმოხილვას და ნახავთ ახლა რომელ კლუბზე საუბრობთ და მარტივად მივხვდებით რატო ავარჩიეთ ეს კლუბი. პირველი გრაფიკა თუ შეიძლება ჩვენ საუბრობთ გერმანულ ნურბერგზე, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო კლუბზე. ჩემთვის მაგალითად საკმაოდ სიმპათიური კლუბზე ამ კუთხით და ამ ნაწილში 48 მილიონამდე ნურბერგის ბიუჯეტი არის წარმოდგენილი ჩვენთან, რომელსაც შეგვიძლია შევხედოთ ამ კუთხით და პლუს 11.20 მილიონი ევროთი აქვს დასრულებული პლუს ნიშნით ნურბერგს სწორედ ეს მაჩვენებელი, რომელიც ამ კუთხით დაკავშირებულია კლუბის სატრანსფერო შემოსავლთან. კვლავ რა თქმა უნდა, ტრანსფერმარკტის ინფორმაციებზე დაყრდნობით საუბრობთ ჩვენ ამ ნაწილზე, ვინაიდან ტრანსფერმარკტი ყველაზე ზუსტად აფასებს ამ შემთხვევაში ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებას. უნდა აღინიშნოს აქ რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ნიუბერგში, ცხადია, ნიუბერგთან დაკავშირებით ჩვენ სულად სხვა რეალობა გვაინტერესებს. პირველი ის რომ გვენანება ნიუბერგი მეორე ბუნდესლიგისთვის, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქართველი თავმჯდომარე, რომელიც სწორედ ნიუბერგში თამაშობს და თუ შეიძლება შემდგომი დიაგრამა, რომელიც სწორედ მას ეძღვნება, ლუკა ალოჩოშვილი, ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი ფეხბურთელი, რომელიც ნიუბერგის ნაწილში ნამდვილად ყველაზე მეტად გვიყვარს. 2.5 მილიონი ევროა ლუკას სატრანსფერო ღირებულება. ლუკა ძალიან გამოსული ფეხბურთელი, რომელსაც რა თქმა უნდა სერიაც აქვს თამაშები, საქართველოს ნაკრების შეუძლელი ფეხბურთელი, შეიძლება ასე შეუძლელი წევრი და რა თქმა უნდა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლუკას აქვს
ასევე ნათამაშები ევროპის ჩემპიონატზე გვახსოვს ლუკას ფანტასტიკური თამაში და ცნობილი მინი ინციდენტი სოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავ რონალდოსთან ამ კუთხით მართლაც საინტერესო ნაწილი იყო, საინტერესო დაგვამახსოვრა ლუკამ თავი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლუკას სატრანსფერო ფასი კიდევ უფრო მეტად გადაიხედება, თუმცა მანამდე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ლუკას სატრანსფერო ფასის დინამიკა შემდგომი გრაფიკით, მიმდინარე საბაზრო ღირებულება კი აღნიშნეთ, რომ არის 2.5 მილიონი ევრო, მაგრამ შეგვიძლია დავაკვირდეთ ლუკას სატრანსფერო ღირებულებას ჯერ კიდევ თბილისის დინამოში თამაშის პერიოდიდან და შემდგომ ხედავთ, რომ დინამიკა საკმაოდ შთამბეჭდავია. იყო ვარდნის პერიოდი, რომელიც იტალიური კარიერის შემდგომ პერიოდს უკავშირდებოდა, მათ შორის დაბალი ლიგაში დაქვეითებას, თუმცა ხედავთ, რომ ამ კუთხით ნიურნბერგმა ძალიან პოზიტიური წვლილი ითამაშა ლუკას შემთხვევაში და ხედავთ ახლა იმ შედეგს, რომელიც ამ კუთხით არის წარმოდგენილი. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ ასევე შეხედავთ ძალიან საინტერესო დინამიკას. ეს არის ყველაზე ათეული, ასე ვთქვათ, ძვირადღირებული ფეხბურთელების, რომელიც ასევე ტრანსფერ მარკს აქვს წარმოდგენილი, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი, რა თქმა უნდა, აქაც იკავებს, ათეულშიც იკავებს შესაბამის ადგილს და კიდევ ერთხელ მე დარწმუნებული ვარ, რომ ლუკა მიიღებს კიდევ უფრო ლუკას ღირებულება იქნება კიდევ უფრო მაღალი. ის ვიცით, რომ ნიურნბერგისთვის არის შეუცვლელი ფეხბურთელი და მწვრთნელისთვის განსაკუთრებით, ისეთ ვარსკვლავით როგორც კლოზეა, განსაკუთრებით საყვარელი მოთამაშე შეიძლება ასე ვთქვათ, რომელსაც მოახერხა და მართლაც ძალიან ისეთი ღირებული ფეხბურთელები ამოაგდო, ასე რომ ვთქვათ, ჟარგონულად სასტარტო შემადგენლობიდან. ეს რაც შეეხებოდა ამ ნაწილს და ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როცა ჩვენ ნიურნბერგზე საუბრობთ, ნიურნბერგის საფეხბურთო კლუბზე გვინდა რომ ცოტა მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ფინანსურ ჭრილში და შეგვიძლია ასევე ლუკას ვიდეოც ვნახოთ ამის პარალელურად. ნიურნბერგის საფეხბურთო 25 წლების ფისკალური წელი რეკორდული შემოსავლებით დაასრულა. მისთვის რეკორდული შემოსავლებით გასაგებია, რომ შედარებით მოკრძალებული შემოსავლებია სხვა დიდ კლუბებთან მიმართებაში. საუბარია 105 მილიონ ევროზე მეტ თანხაზე, პლუს დამატებით ჯგუფის მოგების 13 მილიონზე მეტ თანხაზე და ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავალი ამ შემთხვევაში მას ჰქონდა 52 მილიონ ნახევარი ევროს ხარჯი დაახლოებით, თუმცა ჯამში კონსოლიდირებული შემოსავლები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 105.3 მილიონი ევრო საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება ამ წელში, კონსოლიდირებული წმინდა მოგება 13.1 მილიონ ევროსთან ერთად. შეიძლება ითქვას, რომ 52.4 მილიონი ევრო არის კლუბის რეკორდი, რომელიც არის ძირითადი აქტივების გაყიდვის რეალიზაციის გზით. საოპერაციო ხარჯი იყო 92 მილიონი ევრო და კონსოლიდირებული კაპიტალი 5.7 მილიონი ევრო. უნდა აღინიშნოს, რომ ნიურნბერგის შემთხვევაში საკმაოდ საინტერესო სასპონსორო პოლიტიკას ეწევა ამ კუთხით. მათ აქვთ, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი შეთავაზებები ბიზნესებისთვის პარტნიორობის ჭრილში და ისინი თანამშრომლობენ არაერთ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებთან, რომლებიც ჯამში უზრუნველყოფს ჯამურად უკვე საკმაოდ სოლიდური შემოსავლების აკუმულირების შესაძლებლობას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ საინტერესო სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ. ისინი ძირითადად ამ კუთხით დადებით ბალანსს აღწევენ, მათ შორის ჩვენ უკვე ვნახეთ და თქვენს კადრებზეც უპირატესად ხედავდით სწორედ და ხედავთ ლუკა ლოჩოშვილიც ერთ-ერთი ძალიან წარმატებულ ტრანსფერად მიიჩნევა, საკმაოდ იაფად შეძენილად ამ კუთხით და ნიურნბერგი დარწმუნებულია, რომ ლუკასთან დაკავშირებული ტრანსფერითაც მომავალშიც სოლიდურ სარგებელს მიიღებს, რაც რამდენად არ უნდა ნიურნბერგი გვიყვარდეს, რა თქმა უნდა, ლუკასთვის ყოველთვის უფრო უკეთესი კლუბი გვემატება ამ ჭრილში. ეს რაც შეეხებოდა მოკლე ისტორიას, კიდევ ერთი საფეხბურთო კლუბის დღეს ჩვენი რუბრიკა და ჩვენი მიმოხილვა ამ კუთხით, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ფეხბურთს ახლებს, სოფლიო ჩემპიონატს და რა თქმა უნდა ქართულ ფეხბურთსაც და მის კლუბის შესახებ ისტორიას ამით დასრულებულია. ცხადია, სოფლიო ჩემპიონატის კვალდაკვალ ჩვენი რუბრიკა სხვა თამაშს გარე აქცენტებით კვლავ გაგრძელდება. დღეს კი მე ამით გემშვიდობებით. ჩვენ უკვე მომდენო გადაცემის დროს დავბრუნდებით. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები კი რა თქმა უნდა, მათ შორის საფეხბურთო ნაწილი და საფეხბურთო ნაწილის ეს ასპექტები ჩვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში დროებით გემშვიდობებით.
გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის